Მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ნაბიჯები, განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტის განადგურებას სცადეს პრეზიდენტის სახით, კიდევ უფრო პანიკურ სახეს იღებს, აქედან გამომდინარე ნებისმიერი ის განცხადება, რომელსაც აკეთებენ როგორც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ისე ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირებით, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ შიშის მანიშნებელი, რასაც სანქციების შიში ქვია, რასაც არალეგიტიმურად დარჩენის შიში ქვია და რასაც ქართველი ხალხის და საზოგადოების იმ აქტიური პროტესტის შიში ქვია, რასაც ჩვენ რუსთაველის გამზირზე უკვე 42 დღის განმავლობაში ვხედავთ. დავასრულებთ. ეს ბუნებრივია, რომ უნდა მოხდეს განმარტება შესაბამისი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს დამსახურება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს იმ არალეგიტიმური ქმედებების წინააღმდეგობის გაწევასთან, რომელსაც პრეზიდენტი 26 ოქტომბრის შემდეგ ახერხებდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, მე მგონია, რომ მაკკეინის ინსტიტუტი საშუალებას მისცემს როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, ისე თავად ეს ორგანიზაცია გააკეთებს შესაბამის განმარტებას. მე არ მგონია, რომ ეს რაიმე სახის პრობლემას ქმნიდეს ჩვენი სახელმწიფო. სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა ბოლო პერიოდის რო გამოსულოთ, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის დასაფასებელი ეს ისაკეთებდა, ასე აღიქოთ მის საქმიანობას? მე ესე უყურებ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც 26 ოქტომბერს ჩვენ ვთვლით და ცივილური სამყარო თვლის, იმიტომ რომ არაღიარების პოლიტიკა სწორედ ამის შედეგია, ცივილური საზოგადოება თვლის, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ ლეგიტიმური პარლამენტი არ ჩამოყალიბებულა, შესაბამისად არალეგიტიმურია მთავრობა და არალეგიტიმურად აირჩიეს პრეზიდენტი, ამ ვითარებაში ბუნებრივია, რომ ნებისმიერი აქტორი, არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერი დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე ერთი დღის მაინც გამტარებელი ადამიანი აკეთებს დასაფასებელ საქმეს ამ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის, თავისუფლების და დამოუკიდებლობის შერჩევისთვის. ჩვენ გვაქვს განმარტებული, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ბატონი ყაველაშვილი არჩეულია 300 ხმოსნის მიერ, რომელთა უმრავლესობას დაკომპლექტებულია სწორედ არალეგიტიმური პარლამენტიდან წარმოდგენილი ხმოსნების მიერ, არჩევნებში 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პარტიების განცხადება ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად გაკეთებულია, რომ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტად ახალი არჩევნების დანიშნამდე მივიჩნევთ სალომე ზურაბიშვილს. მიგვაჩნია, რომ სწორედ მას აქვს სახალხო ლეგიტიმაცია. დამაიმედებელია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები დიპფეიქის დამარცხებასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ აღიქვამთ? მოდით დავიწყოთ იმით, რომ ძალიან საინტერესოა, როდესაც ქართული ოცნება საუბრობს 20 ივნისის შემდეგ 21 ივნისს რატო არ დაასანქცირეს მათი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ კაცი, რომელიც პრემიერად დააწინაურეს. თუკი თვლიდნენ, რომ ის ადამიანის უფლებებს არ ღვევდა, მაშინ რაღაც აწინაურებდნენ. ეს ერთი. მეორე, ეს განცხადება არის ქართული ოცნების კონსპირაციული თეორიების სრული ნაკრები, რომელიც მოიაზრებს გლობალური ომის პარტიას, ლოკალური ომის პარტიას, deep state-თან დაპირისპირებას, ტრამპზე იმედების დამყარებას. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი, რაზეც მიდიოდა საუბარი ამ განცხადებებში, არის უბრალოდ სასაცილო. მიმაჩნია, რომ ქართული ოცნება არის მხოლოდ და მხოლოდ ამ პროპაგანდის იმედად დარჩენილი, რომ რაღაცნაირად შეძლებენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ამერიკის რესპუბლიკურ პარტიასთან ურთიერთობის ნორმალიზებას, რაც მე წარმოუდგენლად მესახება, როდესაც ვხედავთ ჯო ვილსონს, როდესაც ვხედავთ არაერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს და სენატორს, რომელიც ძალიან კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით და რაც თავარია, ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ აქვს საქართველოში, არამედ აქვს ქართულ ხალხს და ვინაიდან და რადგანაც ამერიკელი პარტნიორები თვლიან, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნება არის მოპარული, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მათი ეს პოლიტიკა, რომელიც არსებობს ქართული ოცნების მიმართ, აუცილებლად გაგრძელდება. რია კაუნას განცხადებაზე მოგებით, რომ
რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუ ვინმე გარედან განსაზღვრავს მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა, ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებს. ამის ფონზე თქვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი ხოლმე გაკეთებული განცხადებები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით? აი ეს რთმით წამოწევს. შევავსოთ ეს და უპასუხო. მოდით ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ ჩვენთვის გარე ლეგიტიმაციის საკითხი არის მხოლოდ შემავსებელი ასპექტი. ანუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადგილზე საკმარისზე მეტი მტკიცებულება იხილა ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც 42 დღის განმავლობაში აპროტესტებს, იქამდეც აპროტესტებდა არჩევნების გაყალბების შედეგებს, შესაბამისად, ჯერ არჩევნების არალეგიტიმურობა ცნო ქართულმა საზოგადოებამ, რამაც, რა თქმა უნდა, ბიძგი მისცა ეუთო ოდირის დასკვნასაც, სადაც აღნიშნულია, რომ საგარეო ლეგიტიმაციის იყო უბრალოდ დესკრიფციული ხასიათი აქვს, რომ იყო ისეთი დარღვევები, რომელიც არჩევნების ლეგიტიმაციას უქმნის საფრთხეს. დავიწყოთ არჩევნებამდე პერიოდით, რომელიც გულისხმობდა ადმინისტრაციული რესურსის უკონტროლო გამოყენებას, მოსყიდვას, ბინძური პროპაგანდის ჩართულობას. თქვენ როგორ გონიათ, რომ ეუთო ოდირი ჩემი მოსაზრებით დაწერდა ამას? ეს თქვენ ეუთო ოდირმა რომ მოსყიდვა იყო და ეუთო ოდირის დასკვნა თქვენ ნანახი გაქვთ? ანუ ეუთო ოდირის რომელი პუნქტი არის ოცნებისთვის მისაღები? ის რაც თქვენ ჩამოთვალეთ რომელ პუნქტში წერია ამ ფორმულირებით ამ სიტყვებით? ეუთო ოდირის დასკვნა რამდენ გვერდიანი ახლა სახლში უნდა ავიდე, უნდა ამობეჭდო და ჩამოვიტანო მაშინ. ეუთო ოდირის დასკვნა ეს არის კომპლექსური დოკუმენტი, სადაც თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მით უმეტეს ტელეკომპანია იმედის წარმომადგენლებს, რომ იქ ყოფილიყო პოზიტიური შტრიხები ქართული ოცნების ლეგენდარულად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და ამაზე სახალხო ზეიმი არ გაიმართებოდა ქართული ოცნების შტაბ-ბინაში? არაფერი იქ იმ დასკვნაში წერია ის, რაც მოხდა 26 ოქტომბერს და ამას არ ეგუება ქართული ოცნება, თორე მათ შორის საუბარი, რომ აი პია ყაუმამ განაცხადა, რომ საგარეო ლეგიტიმაციას არ ახდენს ეს დოკუმენტი. საგარეო ლეგიტიმაციას არ ახდენს, მაგრამ არჩევნების დელეგიტიმაციას ახდენს. სხვაობა ამ ორ ასპექტს შორის. რა თქმა უნდა, ხელდასხმას, კონსტიტუციაზე ფიცის დადებას, ბიბლიაზე დაფიცებას ეუთო ოდირი არ განსაზღვრავს. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, მაგრამ საგარეო პარტნიორებიც განსაზღვრავენ, ვის ჩამოართმევენ ხელს. ასევე მინდა მკითხოთ კომპანია მეტაზე, რომელიც საკუთარ პლატფორმებზე ფაქტების შემოწმების პროგრამას წვევს. არის თუ არა ალბათ საპეციალო მიკროფონი. არის თუ არა ესე ვთქვათ, ოპოზიციისთვის ბერკეტის გამოცვლა, პოლიტიკური ბერკეტის იმ ფონზე, როცა ვიცით, რომ სერგი კაპანაძის იყო მათ შორის კონკრეტული ფაქტ-ჩეკერები, რომლებიც სხვა დასკვნებს დებდნენ ოპოზიციის სასარგებლოდ. ჯერ ეს იყო შუალედური რგოლი. მეორე არაერთი სიახლე, ნიუსი, სხვადასხვა სახის ეგრეთ წოდებული ქარდი გავრცელებულა, რომელიც ჩემი მოსაზრებით აბსოლუტურად ნათლად ასახავდა იმ პოლიტიკურ რეალობას, რაც აქ იდგა, მაგრამ ქართული ოცნებაც სარგებლობდა ამით და ირაცხებოდა როგორც სპამი და არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო გვერდი გაუქმებულა Facebook-ის გადაწყვეტილებით, მათ შორის ქართული ოცნების მიერ გაგზავნილი შესაბამისი დოკუმენტაციით. რაც შეეხება ფაქტ-ჩეკინგ მიშენებს, რა თქმა უნდა, უმეტესწილად ისინი ასრულებდნენ საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიურ როლს, იმიტომ რომ ქართული ოცნების პროპაგანდა არის 100-ჯერ უფრო ბინძური, ვიდრე ნებისმიერი სხვა შეიძლება ეწეოდეს ადგილზე. აქედან გამომდინარე, შესაბამისად უფრო მეტი ნიუსის კორექტირება და წაშლა ხდებოდა ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამავე დროს მარკ ცუკერბერგის ეს გადაწყვეტილება, მე რაც მოვისმინე მისი განცხადებით და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნაკარნახევია სწორედ ამერიკის არჩევნებიდან გამომდინარე, სადაც რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის ამ იდეოლოგიურ დაპირისპირებას განსხვავებული ხასიათი მიეცა და შესაბამისად ამ კომპანიის მთავარი გავლენა და ბაზა სადაც არის ამერიკის შეერთებული შტატების, სწორედ პირველ რიგში მათი არჩევნებიდან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ქართული ფაქტ-ჩეკერების მუშაობის გამოყენება ამას არ ეხებოდა ეს განცხადება. მარკ ცუკერბერგს არ ამგონია სერგი კაპანაძესთან დაკავშირებით გაეკეთებინა ეს განცხადება. მგონია რომ ეს იმ მიდგომასთან დაკავშირებით გაკეთდა, რაც მთლიანად Facebook-ის პოლიტიკა იყო და როგორც ჩანს, ადგილზე იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ამ ასპექტის ცვლილება, როგორც თავის დროზე შემოღება მიაჩნდათ საჭიროებად და ახლა გაუქმება მიაჩნიათ, რომ ეს იყო ნაკარნახევი იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებთან დაკავშირებით.
partijas is opposition ლიდერები ამბობენ რომ ის საკუთარ მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ წუთას მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რასთან დაკავშირებითაც განცხადებებს აკეთებენ ბატონი დონალდ ტრამპი, მაიკ პენსი და აქედან მხრიდან ბაიდენი და ბატონი კამალა ჰარისი, რომ ეს მიმდინარეობს ძალიან მშვიდობიანად. გადაბარების პროცესი მათ შორის მოიაზრებს ინსტიტუციური მეხსიერების არწაშლას, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები ამიტომ არის მსოფლიოში ყველაზე მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არის ამ თვალსაზრისით ნამდვილად სამაგალითო, ხო? შეუძლებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან ის მტკიცებულებები ჩვენ ნახეთ, ხო, რომ რაში არიან მტკილებულები ეს უნგრელი მაღალჩინოსნები ვლადიმერ პუტინთან და რუსეთთან შესაბამისი კავშირების ფონაზე, რაც გამყარებულია მათი თქმით შესაბამისი მტკიცებულებებით. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში არაერთგზის ყოფილა, როდესაც ორი ადმინისტრაციის ტრანზიციის პერიოდში სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება გადახედვას, იმიტომ რომ ისინი არის შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკა არ არის ნორჩი დემოკრატია, სადაც არ ესმით სხვადასხვა ინსტიტუციის ფასს. და ასე რომ მიდაკითხოთ ზელენსკის განცხადებაზე, რომელიც ამერიკას არანაშაულებს კორუფციაში ალექს ფრიდმანთან ინტერვიუში საუბრობს, კარგი იქნება იმაზე ვისაუბროთ, თუ ვინაა ჩართული კორუფციაში და სწორედ რიტორიკულ კითხვას, რომ თუ 177 მილიარდი უნდა მიგიღო და ამის ნახევარი მივიღეთ დანარჩენისა და როგორ ხედავთ ამ განცხადებას თქვენ და რატომ შეიძლება იყოს ზელენსკი ამერიკის უკმაყოფილო? ჩემი აზრით ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. მე მიმაჩნია, რომ სწორედ რომ არა ამერიკული მხარდაჭერა, ჩვენ გვახსოვს, ხო? მათ შორის ქართული ოცნების მაღალჩინოსნების განცხადება 24 თებერვლის დილას, ხო? ყველას მსოფლიოში ქონდა განცდა, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია იმ შედეგს, რაც გულისხმობს უკრაინის სრულ ოკუპაციას, რაც გულისხმობს პრეზიდენტ ზელენსკის დამხობას, რაც გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურებას, ამაში ლომის წვლილი მიუძღვის ამერიკის შეერთებულ შტატებს და შემდეგ სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებმაც უკრაინელ ხალხს, რომლებმაც თამამი და ალბათ 21 საუკუნეში კი არა, მე-20 საუკუნის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, გაუწიეს ის აუცილებელი მხარდაჭერა, რაც დღესაც ნათელია. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, ამასთან დაკავშირებით მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი შედგება ბატონ ტრამპსა და ზელენსკის შორის. ბატონებო, როცა ვინმე ამერიკას დასავლეთს აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებიდან და გამოთქვამს რაიმე უკმაყოფილებას, თქვენი პოლიტიკური ძალა არის ძალიან კრიტიკული ამასთან დაკავშირებით. და როცა ზელენსკი აკრიტიკებს ამერიკას, ზელენსკის პრორუსია, ზელენსკის დასავლეთსებისთვის, აი ზელენსკის მხრიდან ამერიკის კრიტიკას როგორ ხედავთ? ზელენსკის პრორუს შეუძლებელია ვინმე უწოდეს, იმიტომ რომ ეს არის კაცი, რომელიც ამხობს პუტინის იმპერიალისტურ იდეებს. ამერიკას ამას როგორ აკრიტიკებს? ეს არის კაცი, რომელიც ამხობს როგორ? ამერიკას აკრიტიკებს ზელენსკი და ზელენსკის მხრიდან ამერიკის კრიტიკა თქვენთვის რა? მე მხოლოდ თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ბატონი ზელენსკი არის ნათელი სიმბოლო თავისუფლებისთვის ბრძოლის და როდესაც ქვეყანა არის ასეთ დაპირისპირებას შესული რუსეთთან, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, მას აქვს ყველანაირი მორალური უფლება, მათ შორის აკრიტიკოს საკუთარი მეგობრებით. ჩემთვის ეს საერთოდ არ არის ტაბუდადებული თემა, როდესაც საუბრობენ, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა კოლონიალისტური მიდგომები აქვს ზოგიერთს, მე მხოლოდ ამას ხედავ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებში, რომლებიც ვერ ბედავენ რუსეთის კრიტიკას. მე მიმაჩნია, რომ დანარჩენი არც რუსეთი, არც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო არ ექვემდებარება არ გაკრიტიკების კრიტერიუმს. როცა ქართული ოცნება აკრიტიკებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ დროს ტაბუდადებული უნდა იყოს ეს თემა? ბუნებრივ იგივე არ უნდა იყოს, მაგრამ რაზე აკრიტიკებს? არალეგიტიმური არჩევნების არცნობაზე, კაცრო გალახავენ ქუჩაზე არ გაგვილახია, როდესაც კორუფცია არ არის კორუფცია, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ასაღებენ როგორც დემოკრატიის ნათელ ციტადელს, უნდა ვთქვათ, რომ და არ ეთანხმება ამაში ამერიკის შეერთებული შტატები, ამაზე რაზე აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს? ანუ რა არის ის თემა, რომელსაც ექვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკა? თორე რაც შეეხება კრიტიკის არჩევნებში ჩარევა, ქვეყნის და პოლიტიკურ საკითხებში. ამ ქვეყნის არჩევნებში თუ კი ვინმე ჩაერია, ჩემი ღრმა მოსაზრებით ეს არის რუსეთის ფედერაცია. მოსაზრებით თუ არის ამერიკის ოკუპაცია?
თქვენი აზრით, რატომ მიმდინარეობს მუდმივი საუბარი? აი, ძალიან მარტივი შეკითხვაა, ხო? უნგრეთის როგორ? არა, ერთი წუთი. პოლიტიკური შეფასება ერთია, მეორეა სამართლებრივი შეფასება და ინსტიტუციურად და დოკუმენტურად დადასტურებული სხვადასხვა ფაქტი. თქვენი აზრით, მათ შორის არც რესპუბლიკურ დემოკრატიულ პარტიას, ევროკავშირის სახელმწიფოთა კრიტიკულ უმრავლესობას რატო არ აქვს ამ არჩევნების შედეგები აღიარებული? ჩემი ჯერათ? ხო, არა. ნუ უბრალოდ სასაცილოა, რომ ახლა მე მიჯერებენ სიტყვაზე. გამორიცხულია, უბრალოდ მათ ბევრად მეტი მტკიცებულება აქვთ. არაერთ გზის არის გაკეთებული სხვადასხვა ევროკავშირის და ამერიკის სენატორ კონგრესმენების ჰელსინკის კომისია. ეს არ არის ქართული ოცნების პოლიტსაბჭო. ჰელსინკის კომისია როცა აკეთებს განცხადებას, რომ საქართველოში ვლადიმერ პუტინის სპეცოპერაციით ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები, ჩემ მოსაზრებაზე არ დგანა. და სად არის მტკიცებულება? რატომ ამალავენ ამ მტკიცებულებებს საიდუმლოა? ერთი წუთი ჩარევა არ გულისხმობს მაინც და მაინც საარჩევნო უბნებზე FSB-ს ოფიცერების დგომას. ჩვენ ვნახეთ მტკიცებულება ხო სჭირდება ამ განცხადებას? საერთაშორისო გამოძიებაზე, ნეიტრალურ საერთაშორისო გამოძიებაზე ქართულმა ოცნებამ რატო თქვა უარი? ხო არაფერი არ არის არა ბუნებრივია, ჩვენ ხო გვაქვს მტკიცებულებები. სასამართლოში, ერთი წუთით, სასამართლოში იცით რამდენი 1000 სხვადასხვა საჩივარი შევიდა, რომელთაგან არც ერთი არ დაკმაყოფილდა. რატო? შესაბამისად, როდესაც არც ერთი ინსტიტუცია არ არის, პროკურატურა არ იღებს შენს დოკუმენტს. სასამართლო მიღებულ დოკუმენტზე არ პასუხობს. როდესაც საერთაშორისო გამოძიების მექანიზმს არ გაძლევენ. როდესაც ყველა საერთაშორისო დასკვნა მიუთითებს საქართველოში პირდაპირ და ღია ხაზგასმით, რომ საქართველოში როგორც პროპაგანდისტულად, ისე ტექნიკურად ჩართული იყო რუსეთის ფედერაცია. ამ ვითარებაში რა უნდა გავაკეთოთ? მე და ჩემი პოლიტიკური ორგანიზაცია და ასე შემდეგ რო ვიყოთ ხელისუფლებაში ძალიან დამოუკიდებლად და შესაბამისი პირების ჩართულობით, მათ შორის ნეიტრალურად და გამჭვირვალედ იქნებოდა ეს გამოძიებული და ეს აუცილებლად დადგება ეს შედეგი. ამის თქვა შეგვიძლია ფაქტი ხო რა არის? ერთი არის ის რა განცხადებები კეთდება, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის არსებობს რიგ საკითხებზე მნიშვნელოვანი უთანხმოებები და დაპირისპირებები, მაგრამ ვითარება ხო რა არის? უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ნატოს საზღვრები რუსეთთან მიახლოვდა თუ დაშორდა? ფინეთთან დაკავშირებით, შვედეთთან დაკავშირებით, ხო გაწევრიანდნენ ეს სახელმწიფოები და რა შედეგი მიიღო რუსეთმა? ეს არის პირველი არგუმენტი, რომ ამ ომის დაწყების შემდეგ ნატო მიუახლოვდა რუსეთის ფედერაციას. ამიტომ მიმაჩნია, რომ სწორედ დღესაც უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ნატოში გაწევრიანება, იმიტომ რომ სიტყვის იმედად მხოლოდ ვერ იქნება. ის იქნება იმ საერთაშორისო გარანტიების იმედად, რომელიც უნდა მიიღოს დასავლეთიდან. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ბატონი ტრამპის პოზიცია, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ქართული ოცნების საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდამჭერი ხდება, ამ ვითარებაშიც კიდევ უფრო დაუახლოვდება იმ სტანდარტს, რომელიც ზოგადად რესპუბლიკურ პარტიას აქვს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ გულოცავთ.